საღამო მშვიდობის, ჩემო ძვირფასებო, აი მოვედი თქვენთან. აბა როგორ ხართ? დავაგვიანე, მაგრამ მაინც მოვედი. მედია ჩემი ხმა კარგად ისმის. გაიხარეთ, მეც არ ამიშავს. საღამო მშვიდობის ყველას. სალამი ყველას მეგობრებო, აი მოვედი თქვენთან, მოვედი. მაპატიეთ დაგვიანებისთვის, მაგრამ მოვედი. არ ვიცი ჯერ აზე გვაქვს დღეს საჯარო ლაივი. გავარკვევთ ამასაც. აი. აი რა კარტები ამოცვიდა მეგობრებო. ეხა თითქმის ნახევარი დასტა. რაღაცის თქმას ძალიან ჩქარობს კარტი. მოდი დღეს წავიკითხავ ასე სწორ ფორმაში, სწორ მდგომარეობაში ტაროს დასტას. ჩემო ძვირფასებო. ასე რომ თავარია არ ვინერვიულოთ. აბა როგორაა საქმეები, თქვენთან როგორ მიდის? პარტნიორი გამოჩნდა, არ გამოჩნდა? არ მახსოვს, როდის გავაკეთეს საჯარო ლაივი. 2 რიცხვი ვახსენე, 2 დღე, 2 კვირა, 2 თვე, 2 საათი, 22 საათი, 12 საათი და ასე შემდეგ. დღეს მომწერა ვაჟბატონმა, თქვენთან რა ხდება? მეგობრებო, აბა თქვენთან რა ხდება? არა, კითხვა პასუხი არ მაქვს. კითხვა პასუხები არ მაქვს, ჩემო ძვირფასებო, ასე რომ ძალიან გთხოვთ. ძალიან დიდ ენერგიას მართმევს. ჯერ რამდენი ადამიანის კითხვებზე პასუხის გაცემაა და შემდეგ ისიც რომ ბევრი მრჩება ძალიან გულგანაწყენებული. ესეც ჩემზე ძალიან მოქმედებს, ამიტომ ვარიდებ თავს კითხვაზე პასუხებით მუშაობას. არა ვითარ შემთხვევაში, მარია. ძალიან გთხოვთ, მოდი ვნახოთ ახლა დღეს რაზე უნდა ვისაუბროთ მეგობრებო. ჩვენი დღევანდელი ლაივი რა თემაზე იქნება? თავარია დასხედით, მოეწყვეთ, განეწყვეთ და ვნახოთ, აბა რაზე უნდა ვისაუბროთ დღეს. არაფერი არ ჩავიფიქროთ, უბრალოდ ვნახოთ რაზე უნდა ვისაუბროთ დღეს. გაიხარეთ. აბა დავიწყოთ დღეს რაზე უნდა ვისაუბროთ. რაზე უნდა ვისაუბროთ, არა, ვიზზე უნდა ვისაუბროთ. ადამიანი. ბატონო, მოდის. მოსულია უკვე და უკან საჩუქარი აქვს დამალული ყვავილები. საინტერესოა ნეტა. ხო. მეგობრებო, დღეს რაზე უნდა ვისაუბროთ და პარტნიორზე. საჩუქრებზე, გეგმებზე, აი მას აქ რაღაც ჩაფიქრებული აქვს ამ ადამიანს რაღაცა. რა აქვს ჩაფიქრებული? ბედნიერება აქვს ჩაფიქრებული. რაღაც ჭორებს გებულობს მეგობრებო. თუმცა ეს ადამიანი არ გაჩვენებთ თავის სახეს კიდე, ამასაც ამბობს კარტი. აი? რაღაც ამბებს გებულობს თქვენზე ეს ადამიანი. თუმცა თქვენთან ბედნიერება უნდა და აი სიყვარულის სრული პაკეტით, მოდი ასე ვიტყოდი. ურთიერთობა მეგობრებო. გაკვირვებები უნდა. აი უნდა რომ გაგაოცოთ, უნდა რომ გაგაკვირვოთ. დღესაც ურთიერთობაზე საუბრობს. ამბობს რომ ამის დროა უკვე მოსული, ამ დაკარგული დროის დაკარგულმა დრომ რომ ტკივილები გამოიწვია, იმის მოშუშება უნდა ამ ადამიანს. ეხლა თქვენსკენ უნდა მოშუშება ამ ჭრილობებების, რომ თქვენ მოგიშუშდეთ თუ მას უნდა ეს ყველაფერი მისთვის, ეს უკვე აღარ ვიცი მეგობრებო.
კი ძალიან დიდ მტკივნეულ მოგონებებშია წასული ეს ადამიანი ახლა ნუ რა ვქნათ ენერგიის აი ნახეთ უბრალოდ იმდენად უკვე მოზღვავებული აქვს ენერგიები ამ ადამიანს იმდენად უნდა რომ აი თქვენამდე მოვიდეს მეგობრებო ამ ყველაფერს არ გეუბნება და ამ ყველაფერს თვითონ ფიქრობს ჩუმად აი ჩუმად აბა ვის პარტნიორს გავს ეს მეგობრებო ვის გავს აბა თუ გავს თქვენს რომელიმე თქვენთაგანის პარტნიორს გავს გაჩაღება უნდა გაჩაღება იმდენად უნდა გაჩაღება ამ ადამიანს ურთიერთობის ამის დროის ჩართვა ათვლა უკვე ჩართული აქვს მეგობრებო რომ დაჟე ბავშვიც უნდა თქვენთან მეორდება იგივე ლაივი მე მგონი მეგობრებო რაც იყო ამას წინათ ხო ბავშვი უნდა რომ გაუჩინოთ ნუ ვისთანაც შესაძლებელია ეხლა აქ მეგობრებო მე არ დამაყაროთ ლამის არ გავიქცე ეხლა არ გავიპარო ლაივიდან ხო მაგრამ რაც არის აი ეს არის რომ ამ ადამიანს უნდა თქვენთან აი ესეთი კია და კი მეგობრებო კი მას უნდა და ნუ ეხლა რამდენად გამოგივათ ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია აი ესეთ ენერგიებში იმყოფება თქვენი პარტნიორი რომ მეგობრებო ფიქრობს თქვენთან მოსვლაზე, თითქოს საჩუქრის გაკეთებაზეც ფიქრობს, მოულოდნელად მოსვლაზე ფიქრობს და კი ფიქრობს. ბატონო. ხო. აი ესა, კი. ესა ის, აგია იგი? ხო. იგია აგი. დავიწყოთ მეგობრებო ეხლა. მოდი ეხლა დავიწყოთ ჩვენი დღევანდელი საჯარო ლაივი. მოდი ესე დავარქვათ ეხლა ჩვენს დღევანდელ ლაივს. რა სიურპრიზს გიმზადებთ პარტნიორი? იმიტომ რომ ეს სიურპრიზების კარტია. რა სიურპრიზს გიმზადებთ პარტნიორი? მეგობრებო. რას გიმზადებთ პარტნიორი? მოდი აბა დავიწყოთ. რა არის ის, რა სიურპრიზსაც გიმზადებთ პარტნიორი? აბატონო. სტაბილურობას, სიყვარულს, ფინანსებს, რო იტყვიან აბატონო, სიყვარულს, რას გიმზადებთ პარტნიორი? ის რომ თქვენ არ გჯეროდათ, ის რაშიც მთვარეში იყავით, თუ კი ეჭვობდით. ეს არის ჩემთვის ქორწინების კარტი. ეს არის რიტუალების კარტი. ეს არის მამაოსთან მისვლის და მოლაპარაკების კარტი. ხედავთ ხო, ქურუმი ადამიანი, მამაოსთან მისულები ხართ ერთი თქვენ და მეორე თქვენი პარტნიორი აგერ და საუბრობთ. ხო ვის ნიშნობა, ვის ჯვრის წერა, ვის ქორწინება, ვის რა მეგობრებო, აი ამას ამ სიურპრიზს გიმზადებთ პარტნიორი და ეხლა არ გამომიხტეთ აქ ეკრანზე გეხვეწებით. ხო. კიდევ ამისთვის ბრძოლა უნდა. ბრძოლობს იმისთვის, რომ ეხლა ამ საჭიროებისთვის ფინანსები დააგროვოს. კიდევ რა სიურპრიზს გიმზადებთ? კი, მისთვის ეხლა გაუგებარია თქვენი რეაქცია, მეგობრებო, მაგრამ თვითონ ბრძოლობს, კი. კი, დაწყებით დაიწყებს, მაგრამ მისთვის გაუგებარია. მას ვერ წარმოუდგენია თუ რამეს მიაღწევს, უბრალოდ ხო, მას აქვს სურვილი, რომ ეს ყველაფერი მოიყვანოს სისრულეში. კიდევ რა სიურპრიზს გიმზადებთ პარტნიორი? ყველაფრის განულებას და ურთიერთობის თავიდან დაწყებას, ურთიერთობაზე მუშაობას, გულწრფელობას და ხო, აი ეს ადამიანი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ურთიერთობაში, ანუ იმუშაოთ ორივემ, კი. ბალანსი, სამართლიანობა აღდგეს მეგობრებო.
სამართლიანობა რომ აღდგეს მეგობრებო. ხო. პასუხისმგებლობა რო აიღოს. კი, აი ამას ფიქრობს, ამას გეგმავს, ამაზე ფიქრობს და მუშაობს, მეგობრებო. ჩემო ძვირფასებო, ბუმერანგზე თემა მაქვს ჩაწერილი, ატვირთული მაქვს აქ და შეგიძლიათ უსმინოთ. არ მსიამოვნებს ამ საკითხზე საუბარი და განმეორებითი ჩაწერები, ამიტომ ძალიან გთხოვთ, ერთით საკმარისია. შეგიძლიათ უყუროთ. რა სიურპრიზ გიმზადებთ პარტნიორი? დღეს გვექნება ეს თემა. გიმალავთ, ამ ყველაფერს არ გეუბნებათ. დამალული საიდუმლოებები აქვს კი. რაზეც ღამე აღარ ძინავს უკვე. ხო. რას გიმალავთ მეგობრებო და მოტყუებული რო დარჩა იმას გიმალავთ. ღამე რო არ ძინავთ იმას გიმალავთ. გიმალავთ იმას რომ თქვენგან რო წავიდა გულგატეხილი წავიდა, ამასაც გიმალავთ. ხო და იმას რომ არ დაიხევს უკან. ამისთვის იყავით მზად. არაფერზე უკან არ დაიხევს. მეგობრებო, ორი სურვილის კარტი, ორი ბედნიერების კარტი, ოჯახის დაცულობის კარტი, წარმატების კარტი, მიღწევების სტაბილურობის კარტი და უკან არ დაიხევს. ამბობს რომ უკან არ დაიხევს. საჩხუბარი იქნება იჩხუბებს. წაგეჩხუბებათ. ასე ამბობს თვითონ. მოლაპარაკებით, მოილაპარაკებთ და ამასაც მოახერხებს. როგორც მოახერხებს, ისე იქნება. თუ წაეჩხუბებით, იჩხუბებთ, თუ დალაგდებით, დალაგდება, თუ მოილაპარაკებთ, მოილაპარაკებთ. ყველაფერს გააკეთებს მეგობრებო, ხო. ანუ როგორადაც გამოუვა ისე. კიდევ. ხო, მეგობრებო. ბატონო. ამბობს იმას, რომ ეს გავლილი დრო ძალიან რთული იყო მისთვის. ეს გზა, ეს წასული დრო, ის რაც თქვენგან წავიდა, იმ გზაზე, სადაც წავიდა, ძალიან რთული იყო მისთვის. ამის გადალახვა საშინელება იყო მისთვის. კიდევ რა სიურპრიზ გიმზადებთ პარტნიორი? ეს კარტი ჩავაბრუნე და ამოვიდა. ურთიერთობაზე მუშაობას და დასვენებას. პიკნიკს მოგიწყობთ, სადღაც დაგპატიჟებთ. მაიმე მეგობრებო, აუცილებლად გამაგებინეთ. აი თქვენ კიდევ მისი იმპერატრიცა. ქალბატონებო, ჩემო ლამაზებო, ჩემო მზრუნველებო, ჩემო გმირებო, ბატონო, თქვენ დაისვენებთ. ეს ადამიანი შემოგთავაზებთ სადმე დასვენებას, წასვლას, გამგზავრებას, გადამგზავრებას, მთაში, ბარში, რა ვიცი მეგობრებო. კი, ახალ ამბავს ელოდეთ მისგან ამაზე. მეგობრებო, ბატონო. ერთი ტუზი, ორი ტუზი. იმიტომ რომ უთქვენოთ არ შეუძლია მოჯაჭულობა თქვენ შორის. ძალიან ბევრ დანაკარგებშია თქვენს გამო. მოდის მეგობრებო, მოდის ტრანსფორმაციაში ყოფილა ვაჟბატონი და მოდის. ძალიან კარგია თუ ნაბიჯები არ გადადგით მისკენ და დაელოდეთ და ეს რო გაითვალისწინეთ, ეს ძალიან კარგია. იმიტომ რომ აი ეხლა უკვე გააქტიურდება თავისი პაჟურის აქციელებით, მაგრამ ეს კარტი აქტიურობისაა. ეს კარტი ჩემთვის კიდევ არის სხვაობის კარტი. ასაკობრივი, მენტალური, რელიგიური სხვაობის კარტი. კი. კი, ხო, მეგობრებო, ერთი ხელით ვშლი კარტებს, ხო, ელოდეთ აქტიურობას ამ ადამიანიდან. ელოდეთ. იმიტომ რომ ეს ადამიანი გთვლით ძალიან პრაქტიკულ ადამიანად, ძალიან მზრუნველად. თქვენ რაღაც საქმიანობით ხართ დაკავებული კიდევ, რაღაცას აკეთებთ თქვენთვის, შრომობთ რო იტყვიან და ეს ადამიანი რო გხედავთ, რომ თქვენ აი ესე ხართ ჩაბმული თქვენი ცხოვრების გასაუმჯობესებლად, გაუმჯობესებისთვის, ამიტომ ამ ადამიანს სურვილი დაებადა, რომ თქვენთან დაბრუნებულიყო. რა ვქნათ? ესეთი ხო, მეგობრებო. გაუღეთ კარები, როდესაც დააკაკუნებს, ანუ თუ გაუღებთ ეს თქვენზეა დამოკიდებულია. მეტი არაფერია. თქვენ მეტი არაფერი მეგობრებო. ხო, პასუხისმგებლობით მოდის ჩემო ძვირფასებო და თქვენ იგრძნობთ თავს სტაბილურად. აი ასეა საქმე. დღევანდელი ლაივი ესეთია მეგობრებო. კი, ელოდეთ მისგან ნაბიჯებს, ელოდეთ მისგან გაოცებებს, გაკვირვებებს, ელოდეთ მისგან აღიარებას.
აღიარებას ელოდეთ მისგან მეგობრებო. ეს არის აღიარების კარტი. მოსვლის და აღიარების კარტი. ელოდეთ. ეხლა მაინტერესებს უნდა ვკითხო მე, რადგან დაიბადა ერთს კითხვა ეშველება? თუ ეშველება ამ ადამიანს, ანუ როგორ მოდის, ხედავთ რომ მოდის მეგობრებო. მოდი ახლა დავსვათ ესეთი შეკითხვა. თუ მოდის სანდოდ, აი თუ არის სანდო ეს ადამიანი, თუ უნდა ენდოთ. თუ უნდა ენდოთ ამ ადამიანს. ხო, ეს ადამიანი მოვა მეგობრებო და თქვენ გექნებათ გადაწყვეტილება მისაღები, თქვენ დადგებით გადაწყვეტილების წინაშე. კიდევ. თუ უნდა ენდოთ. ნიშნულოვანი ამბის მომტანი. ჩემო ძვირფასებო. ეს ადამიანი მოდის ურთიერთობის გასაახლებლად, გასაგრძელებლად, ბალანსის შესანარჩუნებლად. ნიშნულოვანი ამბავი მოაქვს ამ ადამიანს თქვენთან. დააკვირდით რა ამბავს მოგიტანთ, მოусმინეთ. მოусმინეთ მეგობრებო. კარგად მოусმინეთ ოღონდ. მოусმინეთ მეგობრებო, რისთვის მოვა? და დააკვირდით. ხო, აი ნახეთ, იმდენად რთულ სიტუაციაში იმყოფება, ამ ადამიანს უნდა რომ აი ბალანსი, წესრიგი დაიცვას ურთიერთობაში. კი, მეგობრებო, ეხლა თქვენი გადასაწყვეტია ნამდვილად, მაგრამ მოდის კი, ახალი, ანუ გაახლება უნდა ურთიერთობის, ბალანსის შენარჩუნება უნდა ურთიერთობაში. კი ბატონო. ანუ რა თუ თქვენ შორის თუ იყო დაცილება, მანძილი, ეხლა მე აქ არ განვიხილავ რანაირი დაცილებულები ხართ და რა იყო თქვენ შორის, მაგრამ რაც იყო, რა გულისკენაც იყო თქვენს ურთიერთობაში მეგობრებო, ამ ადამიანს უნდა რომ ამისთვის იბრძოლოს, გამბედაობას მოიკრიბავს ეს ადამიანი და აუცილებლად მოვა თქვენამდე. აუცილებლად მოვა თქვენამდე. კი, ოჯახისთვის მოდის მეგობრებო. ბევრი თქვენთაგანის შემთხვევაში ოჯახისთვის მოდის. მოდის, აი ნახეთ, აქ აი ეს ორი კარტი როგორ დაჭდა. აი ნახეთ. ოჯახისთვის მოდის. მოდის და ნუ ეხლა რა ვქნა? ამ ცოცხმა ეტყობა კარგად მოუცოცხა მეგობრებო. ჩემმა ცოცხმა ეტყობა კარგად იმოქმედა. რატომ აქამდე არ მქონდა? ხო, და თქვენ დამშვიდდებით. თქვენ იცოდით რომ ეს ასე უნდა მოხდარიყო. თქვენ იცოდით რომ ეს ადამიანი ასე უნდა მოსულიყო და ასე მოვიდოდა თქვენამდე. ეს თქვენ ძალიან კარგად იცოდით უკვე. ამ ბოლო ხანებში მით უმეტეს მეგობრებო. ხა დროის ფაქტორი არ იცოდით, როდის მოვა, ჯერაც არ იცით, მაგრამ ხო ეს დღესაც არ გეცოდინებათ ზუსტად 100%-ით როდის მოვა, მაგრამ თქვენ გრძნობდით ამ ყველაფერს, რომ აი ეს ასე მოხდებოდა კი. და სხვანაირად რომ ვერ მოხდებოდა და ვერ იქნებოდა, ესეც ძალიან კარგად იცოდით. უბრალოდ ეხა თავს ვერ მოერიეთ. და ეგ იყო. დრო ვერ აღიქვით, დროში ვერ ჩაეტიეთ მეგობრებო. თორემ დრო მას აქ დრო და ჩვენ არ გვაქვს დრო. ჩვენ ქალბატონებს დროში გვეჩქარება ყოველთვის, ხო მეგობრებო? ხო, მადლობა ცოცხს. მადლობა ცოცხს. მადლობა ცოცხს. ხო, აი მეგობრებო, როგორ სტაბილურობით მოდის, ნახეთ? გონიურულად მოდის. კი, ელოდეთ მეგობრებო. უეცრად გამოჩენას ელოდეთ ამ ადამიანის. ბობოქრულად მოვა თქვენ ცხოვრებაში, დაბრუნდება, შემოვა. ბობოქრულად მოგაკითხავთ კარებთან, აი რაღაც მსგავსი მეგობრებო. ეხლა ამ საღამოს ვერავის ვერ უპასუხებ მეგობრებო. აი თქვენ. აი თქვენ მეგობრებო, ესე დახვდებით. აი თვითონ როგორა და თქვენ როგორ ხართ? აი ეს თვითონაა. ეს თქვენ ხართ. და ორივეს ხმლები გიგავიათ. მაგრამ თქვენ ზიხართ და ეს აქცეულია. ამაშია საქმე.
ძალა აღარ აქვს უკვე. იმდენი ეწინააღმდეგა თავს, საკუთარ თავს, რომ ძალა აღარ აქვს. ხო, გამოვა ამ პრობლემებიდან, გამოვა, მეგობრებო, გამოვა. გამოვა, იმიტომ რომ ძალიან ცუდათაა უთქვენო, ძალიან ბევრ რაღაცას იხსენებს ეს ადამიანი მოგონებებშია. ოფ, ელოდეთ, ელოდეთ, ელოდეთ. ელოდეთ, გადაწყვეტილების მიღება, ბორბალი. მოლაპარაკებებისთვის მოვა, მეგობრებო. კარტი გადამივარდა და ტყუილების კარტი გადავარდა. ამ ადამიანს აქვს პრობლემები, ფინანსური პრობლემები. შეიძლება ეს არ გითხრათ, ან არ იცოდით. მატერიალური პრობლემები აქვს, რაღაცის დანაკარგს განიცდის. ძალიან ბევრი ტყუილებია მის ცხოვრებაში. ეს თქვენ არ იცით. ზოგადად მედალს ორი მხარე აქვს, რაც ვიცით და რაც არ ვიცით, მეგობრებო. კი, ბევრთან ეს იქნება. კიდევ ხო. ელოდებით ამ ადამიანს. ბევრი ელოდებით. ბევრი საკუთარი ინტერესების გამო ელოდებით. უბრალოდ რას იზამს იმას ელოდებით, ბევრი თქვენთაგანი. აი როგორ მოვა იმის ინტერესი გაქვთ. აი რა იცით რისი ინტერესი გაქვთ, მეგობრებო? ჯერ როგორ მოვა, ხო, ანუ ქვემოდან ნახეთ, манипуляციების კარტია. ჯერ გაინტერესებთ ზოგადად როგორ შეგხედავთ თვალებში ეს ადამიანი, ამის ინტერესი გაქვთ. ყველაზე მეტად. ხო, მეორე ის რომ მოვა, აი კიდე რო იცით რომ თქვენ კიდე გონიათ რომ манипуляციებით მოვა. ამას ფიქრობთ. ხო, მოვა თავისი ეგოისტობით. ამას ფიქრობთ. თუმცა ეს ადამიანი იმდენად დანგრეულია და წაშლილია, მეგობრებო, სამყაროს იმედზეა დარჩენილი. გითვალთვალებთ, რამდენადაც არ უნდა გიკვირდეთ, გითვალთვალებთ და აი როგორ ევედრება სამყაროს, რომ ეს ყველაფერი პრობლემა თქვენთან დაკავშირებით მოუგვაროს. გითვალთვალებთ. აი უფალს როგორ ევედრება და ჩოქილი შეიძლება ბოდიშებითაც მოვიდეს, აი დაგიჩოქოთ, თქვათ, ეხა არ დამიწეროთ აქ რომ დაჩოქვა მისგან არასწორი საქციელიან, არ გჯერავთ, ანუ მეგობრებო, თქვენ სიტუაციას მოერგეთ. არიან კატეგორია ადამიანების, რომელიც დაგიჩოქებს კიდევაც, მოგიბოდიშებთ კიდევაც და ხო, სასწაულებს აკეთებენ. ოღონდ მართლა. ქალიც და მამაკაციც. არიან ესეთი ადამიანები. ნუ რა ვქნათ ახლა ესეთ ადამიანებსაც ემართებათ მსგავსი რაღაცა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბოდიშის მოხდის ცხვენია. მე როდესაც რაღაცას ვაშავებ, მე ბოდიშის მოხდის არ მცხვენია. თუ კი ვარ მაქვს ბოდიში მოსახდელი, აუცილებლად მოვიხდი, მეგობრებო. გეფიცებით უკან არ დავიხევ. მე არ მიმაჩნია არ მცხვენია ბოდიშის მოხდის. ხო. ასე მე ხა არ დამიწეროთ აქ ბევრმა საყვედურები. ყველასთან შეიძლება არა, მაგრამ არის კატეგორია, რომელსაც შეუძლია ბოდიშის მოხდა და არც ცხვენი, არ ეთაკილებათ. ესეთ ადამიანებზე ვსაუბრობ მე. ხო. მოვა შემოთავაზებებით, მოვა გვერდში დგომით, მოვა დახმარებებით, საჩუქრებით, მოვა კი, აი, იმიტომ მოვა რომ ცუდათაა უთქვენოთ, კაცო, ადამიანი ცუდათაა, აი, განადგურებულია უთქვენოთ და ძალიან დიდი იმედი აქვს სამყაროს, მეგობრებო. აი, ამიტომ მოვა. მესმის რომ თქვენ გული გადგინათ, მაგრამ უბრალოდ ეხა ჩვენ მის სიტუაციასაც განვიხილავთ, მოვა, კი, მოვა და გაგაოცებთ. დღევანდელი ჩვენი საჯარო სათაური ესეთია. რა სიურპრიზს გიმზადებთ პარტნიორი? გაოცებებს, სიყვარულს, ერთგულებას, ფიცს, მტკიცს, გვერდში დგომას, ხო, ნუ რა ვქნა ახლა, რასაც ამბობს, დღეს ამას გვირდებათ ადამიანი და მოდის ამისთვის. ხო, კი, ახლა რაღაც უცნაურობებით მოდის, შეიძლება манипуляციებითაც მოვიდეს, მაგრამ გააჩნია манипуляციების, ახლა კარგი манипуляცი, კეთილი манипуляციები და ბოროტი манипуляციებიც არსებობენ, კი, განსხვავებულები, მეგობრებო, ახლა სხვაობაც არის, მაგაშიც არის სხვაობა, კი. ამიტომ ეხლა ნუ დავეტაკებით ერთმანეთს. ხო, თქვენთვის უსრია ავრორას. ხო, აბა რა ახლა? უბრალოდ ასეა, კი, პარტნიორი მოდის ძალიან კარგი განზრახვით. მეც ჩემს ვაჟბატონს წეღან მიწერე პასუხი და არ ვიცი ვნახოთ. შეუკუთე აქედან. შევუტიე. რომ რატომ არ მანებებს თავს? აი ესე, სუსტად.
მოდი ახლა ამ ჩვენს დასტას ასტრაბარაც ვკითხოთ. ჩემო ძვირფასებო, უღრმესი მადლობა ყველას, ვინც ჩვენთან ერთად ატარებთ დროს, ვინც ერთად ვატარებთ ამ ერთ საათს. თუ რაცა. დროს არასდროს არ ვითვლი. როგორც გამოვა ლაივი, ისე ვიქნები მეგობრებო თქვენთან ერთად მე. როგორც გამოგვივა, რა დროითაც გამოგვივა, იმ დროით. ვიქნები თქვენთან. და უღრმესი მადლობა ყველას. გვერდში დგომისთვის. ჩემო ძვირფასებო, გაიხარეთ. მოდი ახლა ვკითხოთ ჩემ დასტას. რა სიურპრიზს გვიმზადებს პარტნიორი, ის რაც უნდა იცოდეთ. რა არის ის სიურპრიზი, რაც უნდა იცოდეთ? ხო, რაც უნდა იცოდეთ, მეგობრებო. აჰა. ეს არის დამოუკიდებლობის კარტი. ეს არის ეხლა ქვემოდან არის ბალანსის კარტი. ანუ ეს სპაზმა მომაწვა, ჩემო ძვირფასებო. ესე იგი, რას ამბობს ეგი? თვითონ ამბობს, რომ სიურპრიზი იქნება ესეთი. დამოუკიდებელი ვარო ამბობს. მე ვარ დამოუკიდებელი ადამიანი და რასაც მინდა იმას ვაკეთებ, რასაც თვლი საჭიროდ იმას ვაკეთებ. რაც მე მინდა და მსიამოვნებს იმას ვაკეთებ. ანუ თვითონ ასე ამბობს, მეგობრებო. მე ვარ დამოუკიდებელი ადამიანი, ხო? სადაც მინდა იქ წავალ, რასაც მინდა იმას შევხედავ, ბინოკლი აქვს ადამიანს, პასტაც აქვს, ფურცელიც აქვს, ყველაფერი აქვს და რასაც უნდა იმას აკეთებს. ხო? ხო. კიდევ რა სიურპრიზი? ეს აი ხო, ანუ შეიძლება მართლაც ხო, ეს ამოვიღო უნდა ქვემოდან ბალანსის კარტი. ქვემოდან არის ბალანსის კარტი. ახლა უყურეთ აქ რა ხდება. ამ ადამიანს უნდა ამ ყველაფრის შემდეგ ბალანსი იქონიოს ურთიერთობაში. ჯერ საკუთარი თავი დააბალანსოს, მერე ურთიერთობისთვისაც ბალანსი მოიტანოს, დაბალანსებული მოვიდეს თქვენთან. ხო, ანუ დამოუკიდებელი მოვიდეს თქვენთან. ეს ადამიანი თუ კი სადმე ურთიერთობაში იმყოფება, თუნდაც მშობლებთან იყოს. რადგან დამოუკიდებლობის კარტია პირველი მეგობრებო, ამბობს იმას, რომ თავისუფალი მოვა თქვენამდე. ხვდებით ხო? ამ ყველაფერს ახლა. ეს ადამიანი არის ძალიან დამოუკიდებელი და ამბობს, რომ დამოუკიდებელი თავისუფალი მოვალ შენამდე. ბალანსისთვის ჯერ ბალანსი უნდა იყოს თქვენ შორის მეგობრებო. ხო, ბალანსი და მოვა თქვენამდე. მოქნილად მოვა თქვენამდე კი. ძლიერად მოდის თქვენამდე სხვათა შორის. ასე რომ ელოდეთ. ვისაც არ გჯერავთ, გვენზე გავდექით და ვისაც გჯერავს, იმან აიღოს ეს ყველაფერი მეგობრებო. გულით, სულით მომირთმევია თქვენთვის, აი ესე ლანგარზე, ეს სიამოვნება ყველასთვის, ვისაც უნდა. ვისაც არ უნდა, ასკროლოს. ხა. დაბლოკეთ ეს სატაბები. ერთი წუთით ერთადერთი ვინც დავბლოკე ახლა ესაა. აი ეს დავბლოკე ვინც დაწერა. ხო. მოვა 7, მოვა გაწონასწორებული თქვენამდე ჩემო ძვირფასებო, ასე რომ არ ინერვიულოთ. და კიდევ ის რომ კეთილშობილურად მოვა. ეხლა რამდენად მისაღებია ეს სიტყვა თქვენთვის არ ვიცი, მაგრამ საიდუმლოა ის რომ ეს ადამიანი ძალიან კეთილშობილური თვისებებით მოვა თქვენამდე. შედეგებს დაინახავთ ნამდვილად. ხო, ამბობს ამას, რომ შედეგებს აუცილებლად დაინახავთ. შედეგები. ეს არის შედეგების კარტი. ანუ ამბობს იმას, რომ საიდუმლოა ის, რომ
რომ მოვალ შედეგებს დაინახავო. არ გეუბნებათ შედეგებს, ანუ არ გეუბნებათ ყველაფერს, მაგრამ შედეგებს დაინახავო ამბობს. და კიდევ გრძნობებით, ორმხრივი გრძნობებით მეგობრებო. ძალიანაც კარგი და მივესალმები ამ მის აქციელს. კი, და ქვემოდან კიდევ არის ეს ერთი ბოლო დასტა, ეს არის გახსნა დაწყება ამ ურთიერთობის. აბატონო, დიდი გრძნობებით, ემოციებით და იმით ზუსტად რაც თქვენ გჭირდებოდათ. და ეხლა თუ იკითხავთ იმას, რომ რატომ აქამდე არ მოვიდა ეს ადამიანი, ხო? აქამდე რომ მოვიდა, აი ესე არ იყო მოსული. და თუ იყო წასული ეს ადამიანი თქვენგან, აი ამისთვის იყო წასული, რომ ესე მოსულიყო თქვენამდე მეგობრებო. ხო, მას უნდა გაევლო თავისი გაკვეთილი, თავისი წილი გაკვეთილი უნდა გაევლო მას. მედალს აქვს ორი მხარე. ერთი არის თქვენი, ერთი არის მისი, რომელიც არიცით. ერთი არის კარგი, მეორე არის ცუდი. ხო, კარგია ის რომ უნდა მოვიდეს, მაგრამ ცუდიც უნდა გაიაროს ადამიანმა. ხო? ამიტომ აბატონო, აი კიდევ ერთი კარტი, რომელიც არის სულიერებასთან ამაღლებული ადამიანის კარტი. აი აქამდე რომ მივიდა თქვენი ადამიანი, იმიტომ მოვა თქვენამდე. მანამდე არ მოუშვა სამყარო. არ შეიძლებოდა და იმიტომ იმაზე მეტ დიდ ტკივილს მოგაყენებდათ, რაც იყო თქვენთან. ამიტომ არ იყო საჭირო მისი მოსვლა. როდესაც ჩათვალა სამყარომ მოსვლა მისი საჭიროდ, მოვა მაშინ მეგობრებო და მოდის მაშინ. ხო. ასე რომ თუ კი არის ეს პასუხი თქვენთვის მისაღები და გინდათ ესეთი ჩემი ნათქვამი, მიიღეთ მეგობრებო. სასიკეთოდ მიიღეთ, დანარჩენი თქვენზეა. აქ კიდევ ვინც უწმაწურ სიტყვებს დაწერს, არ აქვს მნიშვნელობა. ყველას ვშლი და ვბლოკავ. კი არ ვშლი, ვბლოკავ საერთოდ ინფორმაციაზე ვერ წაიღებს ვერანაირს. ვერც აქ და ვერც იქ. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი ლაივის, როგორც ყოველთვის დღესაც მადლობა უფალს და სამყაროს, რომ ცუდის თქმის უფლებას არ მაძლევს და არ მომაქვს თქვენამდე ცოტა ისეთი დარდიანი ამბები, ის რაც უნდა იცოდეთ. მადლობა უფალს და სამყაროს ამისთვის, რომ ხო, მაინც თქვენს გვერდით ვარ, როგორც შემიძლია და რანაირად შემიძლია, მეგობრებო, ასე რომ ყველაფერი აიღეთ სასიკეთოდ, ჩემო ძვირფასებო, გულით მემეტება ნამდვილად. ნამდვილად ეს ჩემი დახარჯული ენერგია გულით მემეტება თქვენთვის, ასე რომ აიღეთ. აიღეთ მეგობრებო. მოდი ახლა მაინც ვკითხოთ დასტას, მეგობრებო. აი რა დროის ვადაში დრო ვკითხოთ მაინც. ბევრს აინტერესებს. კითხვაზე პასუხები არ მაქვს, მეგობრებო. ჩემი ლამაზი დასტა გაინტერესებთ ბევრს და ბევრი ელოდება. თუ როდის გავცემ შეკითხვაზე ამ დასტით პასუხს. ჩემო მეგობრებო. ჩაიფიქრეთ, თქვენ თვითონვე ჩაიფიქრეთ სურვილი. მე ახლა გადავჩეხავ კარტს, დავდებ. და თქვენ თვითონვე ჩაიფიქრეთ სურვილი. ერთ წუთს მოგცემთ ამისთვის და ნახოთ რა დროის ვადაში შესრულდება თქვენი სურვილი. აბა დაიწყეთ. იმედია ჩაიფიქრეთ. ვინც ვერ მოასწარით მეგობრებო, მე ავტვირთავ და შეგიძლიათ მოусმინოთ თავიდან ბოლომდე, აი ესე გადავშლი, ეხლა მე თქვენს თვალწინ კარტს და ერთ კარტს ამოვიღებ. თქვენს თვალწინ. განსხვავებულ დროს, ვაიმე, რა მაგარია. მეგობრებო, ეხლა დავკონკრეტდები. და ძალიან გამიხარდა ეს დასტა. ეს სურათი ძალიან გამიხარდა. ეს თუ კი ეხება, ხო, ნებისმიერ თქვენ სურვილს, ვინც რა ჩაიფიქრეთ, ეს აგიხდებათ, თუ დაბადების დღე გაქვთ უახლოეს ვადაში. თუ კი გაქვთ დაბადების დღე, ამ დაბადების დღეზე აგიხდებათ ეს სურვილი. ჩემო ძვირფასებო, მე მაქვს დაბადების დღე ახლა აგვისტოში მაქვს. ხო და აბა ნახოთ ახლა. აუცილებლად გაგაგებინებთ. ხა.
ჩვენი ქუცურა მაგალითად რასიზმს აუცილებლად გაგაგებინებთ მეგობრებო. გეუბნებით ამ ცოცხლმა ძალიან დიდი როლი შეასრულა. ხო, ასე რომ მეგობრებო, თქვენ სურვილებს ის რაც აქ ჩაიფიქრეთ, ელოდეთ თქვენს დაბადების დღეზე, განსაკუთრებულ დღეს. აქ საჩუქარი ხატია. დაბადების დღეზე, ქორწილზე, ნიშნობაზე, რაღაც შეიძლება ვინმესთან დაბადების დღეზე მოხდეთ. ეს შეიძლება თქვენიც არ იყოს, შეიძლება ვინმეს იყოს. ან განსაკუთრებული დღე გაქვთ რაიმე დათქმული, არ ვიცი. განსაკუთრებულ დღეს, განსაკუთრებულ რიცხვში, მაგალითად. ხო, აი ეს უკვე თქვენზეა, უკვე რომელი ვინ რა დღეს ჩაიფიქრებთ. ან ვინ რა ჩაიფიქრეთ. ხო, საინტერესოა ამაში რა იქნება. ამ სასაჩუქრე ყუთში რა იქნება. გაიხარეთ ყველა თითოეული თქვენთაგანი, მე ძალიან გამიხარდა ეხლა მე სიამოვნა ამ კარტის დანახვა. რაოდენადაც მაინც კარგი განწყობისა საჩუქრისა. არაუშავს 26 მაისში თუ გავს, შეიძლება მანამდეც მოხდეს ვინმეს დაბადების დღეზე მოხდე. აი იქ მოხდეს რაღაც განსაკუთრებული ის სურვილი აგიხდეს იმ სიტუაციაში, რაშიც იქნები. არაუშავს. არაუშავს. ეს შეიძლება ახალი წელიც იყოს, არ გამორიცხავ მეგობრებო, ხა დავაკვირდეთ ხო? ახალ წელსაც გვიდევს ნაძვის ხესთან ესეთი რაღაცეები. კი, რა პრობლემაა? ხო. ასე რომ არ ინერვიულოთ ამაზე. ძალიან მოხარული ვარ ამის დანახვით, ძალიან მესიამოვნა, კარგ ხასიათზე დამაყენა. აი ნახეთ როგორი ბედნიერები იქნებით. აი ეს ხელებს გააშლით და აი ჩემია ცხოვრებაო რო იტყვით მეგობრებო. ხო, თან აქ აი ეს ქვემოდანა ეს კარტი, თან აქ აწერია კიდე როდესაც გაუშვებთ თქვენ ამ სიტუაციას. ანუ სიტუაციის გაშვება რას ნიშნავს? მოდი ახლა კიდევ ის მეორენაირად ვიტყვი ამ კარტს. თუკი კიდევ შეიძლება სხვებთან ეს მოხდეს და შეიძლება ესეც უფრო რეზონირდეს, რომ აი გაუშვით ეს ეხლა ხო ჩაიფიქრეთ რაღაცა სურვილი მეგობრებო, ხო ჩაიფიქრეთ რაღაცა სურვილი და უკვე გაუშვით ეს ამაზე აღარ ინერვიულოთ, აღარ იფიქროთ ამაზე. ამაზე აღარ იდარდოთ. ხო და აი ზუსტად მაშინ ახდება ეს ყველაფერი. აი ზუსტად მაშინ ახდება ეს ყველაფერი მეგობრებო, ასე რომ კი, ამ ყველაფერს გულით გისურვებთ. ძალიან კარგი დადებითი, ორივე დადებითია ეს კარტი. ასე რომ ამ ყველაფერს გულით გისურვებთ ჩემო ძვირფასებო და დაელოდეთ თქვენს პარტნიორს და მის სასწაულებს, მის სიურპრიზებს ელოდეთ. გულით, სულით, მთელი არსებით გისურვებთ და გილოცავთ ამ ყველაფერს. თქვენი ოცნებების და სურვილების ასრულებას გისურვებთ მეგობრებო, ასე რომ კი, უფალი მოწყალეა. მოკლედ ესეთ იყო ჩვენი დღევანდელი ლაივი. მადლობა კიდევ ერთხელ და მრავალჯერ ყველა თითოეულ თქვენთაგანს, ჩემო ძვირფასებო. ძალიან მიყვარხართ, ძალიან გაფასებთ. მიუხედავად იმისა, რომ ეხლა პირადი გაშლა მქონდა, მაინც მოვედი თქვენთან ლაივით. მინდოდა რომ მოსულიყავი. ამიტომ კი, ყველაფერს გულით გისურვებთ. საუკეთესოს, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ გულით. ხო, დავიბენი, მაპატიეთ. ასე რომ მშვიდობიანი ღამე ყველას და თქვენი ოცნებები ასრულებული იყოს უკლებლივ. ამ ყველაფერს ავტვირთავ მე YouTube-ზე და შემდეგ გელოდებით კომენტარებში. მშვიდობიანი ღამე ყველას და ძალიან მიყვარხართ. ღრმესი მადლობა ყველას და აბა დროებით.